მასშტაბური კიბერთაღლითობა მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი საბანკო ანგარიშებიდან თანხები უნებართოდ ინტერნეტ ტოტალიზატორში ირიცხება. კიბერთაღლითობის მსხვერპლებმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ბარათიდან თანხა რამდენიმე დღეში ისევ ჩამოიჭრა. რა მეთოდებით მოქმედებენ დამნაშავეები და რას გვირჩევენ სპეციალისტები, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ეს არის ის მესჯები, რაც მომივიდა 11 თებერვალს და მარიამ წიქარიშვილის ბარათიდან ერთწუთიანი ინტერვალით თანხა 4-ჯერ მოიჭრა და ინტერნეტ ტოტალიზატორში გადაირიცხა. კიბერთაღლითობის მსხვერპლი ამბობს, რომ ტრანზაქციების განხორციელებიდან მალევე ბანკს და ტოტალიზატორს მიმართა. სარჩელი შეიტანა პოლიციაშიც. პირველ შემთხვევაზე გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში მისი ბარათიდან თანხა ისევ მოიჭრა. ნაწილ-ნაწილ იყო ჩამოჭრა განხორციელებული, პირველი ჩამოჭრა გაკეთდა 10 ლარის ოდენობით, მერე 20, შემდეგ გაზარდა და 50 ჩამოჭრა 2-ჯერ. ბოლოს ნახე სამწუხაროდ დაბლოკვა გვიან მოვასწარი, თორე ალბათ იმ დანარჩენ თანხასაც რაც მქონა ბარათზე, იმასაც გადაიტანდა. რეაგირება ჯერჯერობით არაფერი პოლიციისგან სამწუხაროდ. ამ და სხვა შემთხვევების საპასუხოდ ონლაინ ბეტინგის კომპანიაში წერილობით პასუხში განმარტავენ, რომ მიზეზი ხშირად მომხმარებლის მიერ პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გაცემა ან არასათანადო შენახვა ხდება. აჭარაბეთი დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობას მომხმარებლებს აკისრებს. იმ შემთხვევაში თუ ფიქსირდება საეჭვო ტრანზაქცია ან მომხმარებლის ანგარიშის გატეხვა და თანხის მითვისება, აჭარაბეთი მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს, მათ შორის აქტიურად თანამშრომლობს მომხმარებლებთან. მარიამ წიქარიშვილი ერთ-ერთია იმ ათეულობით მოქალაქიდან, რომლებმაც კიბერთაღლითობის გამო თანხა დაკარგეს. სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღე ჩნდება ერთნაირი შინაარსის პოსტები. ყველა შემთხვევაში თაღლითური სქემა იდენტურია. თანხა საქართველოში არსებულ სხვადასხვა ინტერნეტ ტოტალიზატორში ირიცხება. 23 დეკემბერს თითო წუთის ინტერვალით ვიღებ აქ წარმოდგენილი ნიმუშის იდენტურ 6 SMS, ანუ 5 წუთის განმავლობაში ვიღაცამ მომპარა 1200 ლარი. თითო წამის ინტერვალით ჩამომეჭრა თანხები, არასდროს, ნამდვილად არასდროს გამიტანია სახლიდან ეს ბარათი. ამ ბარათის ერთადერთი დანიშნულება იყო, რომ ონლაინ მეშოპინგა, ისიც მხოლოდ უცხოურ საიტებზე. საბანკო ბარათებიდან თანხის თაღლითურად მოხსნის მეთოდები ყოველდღიურად ახალ ფორმებს და მასშტაბებს იძენს. კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები იმ მეთოდებზე საუბრობენ, რომელთა გამოყენებითაც დამნაშავეები თანხას ისაკუთრებენ. ხდება ახალი სცენარების გამოყენება, მათ შორის არის Facebook პროფაილების გატეხვა, საიდანაც მე მსხვერპლის მეგობრებს წერენ, რომ მათ ჭირდებათ რაღაცა საბანკო ანგარიში, პლასტიკური ბარათის მონაცემები, რომ მოხდეს მოგებული თანხის დარიცხვა. ეს ერთ-ერთი ახალი მეთოდი არის, თუმცა მანამდე ის რაც აქამდე მუშაობდა, კვლავ მუშაობს, ეს არის გადაჭერა ქსელის, როდესაც დაუცველო Wi-Fi ქსელს უერთებით, ეს არის კლასიკურად ლინკის გაგზავნა და სოციალური ინჟინერიის მეთოდით მოტყუება. კიბერუსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლებას ასახელებენ სპეციალისტები ამ ტიპის დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ მექანიზმად. საუბრობენ შესაბამის რეკომენდაციებზეც. საბანკო ბარათი არ უნდა გაატანონ არც მომსახურე პერსონალს ან მაღაზიაში ან მიმტანს ან ბენზინგასამართ სადგურზე ჩამსხმას, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ატანდნენ და შესაძლებელია ფოტოს გადაღებით მოიპოვოს ბარათის მონაცემები, მათ შორის ის CVC კოდი, რაც უკანა მხარეს არის ბარათი ამოტვიფრული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა არ შეიყვანონ საკუთარი მონაცემები და ბარათის მონაცემები სხვა საეჭვო ვებგვერდებზე. თანხის მითვისების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მექანიზმად შინაგან საქმეთა სამინისტრო ფიშინგს ასახელებს, როდესაც დამნაშავეები რეალური გვერდის ყალბ ანალოგს ქმნიან, სადაც მომხმარებელს საკუთარი პერსონალური ინფორმაცია შეჰყავს. როდესაც ხდება ინტერნეტის მეშვეობით რაიმე ნივთის გამოწერა ან შეძენა, არ დააფიქსიროს თავისი ბარათის მონაცემები, უბრალოდ იმ ბარათის მონაცემები, რომელზეც სისტემატურად მოძრაობს თანხა. ამისათვის გამოიყენოს სხვა ბარათი. ხოლო უშუალოდ რაიმე ნივთის შეძენისას შიდა ტრანზაქცია განახორციელოს და ერთი ბარათიდან მეორე ბარათზე გადაიტანოს თანხა. მსოფლიოში კიბერდანაშაულის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ტენდენცია მზარდია საქართველოშიც.